შენობაში ჩვენი ინტერნეტ მაყურებლებიც დარწმუნებული ვარ რომ მოხიბლულები არიან ყველანაირად და ერთ რაღაცას გეტყვით რომ ეს აიფელის პირველი ღონისძიება რომელიც ახლა დღეს ახალციხეში მიმდინარეობს არ იქნება ბოლო და მე როგორც ვიცი ორგანიზატორებისგან მას უნდა მიეცეს სერიების სახე და ამ ორგანიზაციამ უნდა მოიაროს რეგიონები აღმოაჩინოს არაერთი ტალანტი ასე რომ მე ბრძოლებო ვინც გვიყურებთ ვინც აქ არ ხართ ყურადღებით იყავით ბევრი იშრომეთ დასახული მიზნებისთვის და აი ესეთი პლატფორმა როგორიც აქ არის დღეს ბევრისთვის სანატრელია და აგერ არის ბურთიც და მოედანიც საფეხბურთო ენაზე ვიტყვი ცოტა ჩემკენაც გადავუხვიე კარგი მეხუთე ბრძოლის დრო მოვიდა და აბა დავამშვიდით დავწყნარდით მოვემზადეთ შემდეგი დაპირისპირებისთვის ქალბატონებო და ბატონებო მებრძოლი ურჩკუთხეში გორიდან საქართველო თორნიკე ციკლაური და მისი მოწინააღმდეგე გახლავთ მისივე სეხლია მებრძოლი წითელ კუთხეში ახალციხიდან საქართველო თორნიკე ჟეტკენიძე მოკლედ მე კი ვთქვი რომ ახალციხიდან თქო მაგრამ თორნიკე ზედგენძე არის ასპინძიდან მაგრამ მეზობლები ხართ ახლა ახალციხე ასპინძა მოკლედ ერთია რა მაგრამ ასპინძიდან არის ეს კაცი მოკლედ რაც თავარია საქართველოდან ვართ ყველა დანარჩენი გამოსწორებადია ახლა კი უფრო ვცვალ ორივე სპორტსმენის შესახებ მებრძოლი ურჩკუთხეში რომლის ასაკიც გახლავთ 25 წელი განგსტერ ფერე დაისო და რაღაცა განგსტერულს აპირებს აქ ეს კაცი ნახოთ გიყვარს ეგ სიმღერა განგსტერ ფერე დაის არა კარგი მოკლედ მებრძოლი ურჩკუთხეში რომლის ასაკიც გახლავთ 25 წელი წონა 70.3 კილოგრამი სიმაღლე 177 სანტიმეტრი მასაც აქვს პროფესიული დებიუტი გორი საქართველო სტუმარს აპლოდისმენტებით შევაგებოთ თორნიკე ციკლაური ხოლო ჩემგან ხელმარჯვნივ მებრძოლი წითელ კუთხეში რომლის ასაკიც გახლავთ 24 წელი წონა 70.3 კილოგრამი სიმაღლე 177 სანტიმეტრი წარმოადგენს მიხეილ მესხის საბრძოლო კლუბს მე-13 ლეგიონი მებრძოლი ასპინძიდან საქართველო თორნიკე ჟეტკენიძე ნახოთ ამ ორ თავბრძოლისგან ასევე ძალიან დიდი მოლოდინი მაქვს ჩემთვის პირადად ერთ-ერთი ყველაზე დაძაბული ორ თავბრძოლა ეს დღევანდელ დღეს
თორნიკე ციკლაური, ესე რომ ვთქვათ, გამორჩეულა სტრაიკერია, მაგრამ თორნიკე ზედგინიძე აი ამ თქმას ვერ მოვასწარი, ძალიან კარგი მოჭიდავია, ის ყოფილი ძიუდოისტია და სწრაფად გაიმყარა ნამდვილად პოზიციები თორნიკემ. გადავიდა კარგად შეტევაზე და ზევიდან ჰამერფისტებით ახერხებს ზიანის და დარტყმების მიყენებას თორნიკე ციკლაურისთვის. ფულ მაუნტში მოახერხა და გადავიდა თორნიკე ზედგინიძე. შეიძლება ეხლა მძიმე დარტყმების შესრულებას, მაგრამ თორნიკე ციკლაური ამის საშუალებას არ აძლევს თორნიკე ზედგინიძეს. კარგი დარტყმები, მაგრამ ციკლაური ქვევიდანაც პასუხობს ამ დარტყმებს. საიდ კონტროლში გადავიდა ეხლა თორნიკე ზედგინიძე და ხელი ძალიან კარგად აიღო და დათაფა დანებდა ციკლაური და თორნიკე ზედგინიძის წინვალე გამარჯვება. მიულოცოთ მას. თუმცა ეს არის ბრძოლა, როცა ყველაფერი მთავრდება, თავარია სპორტსმენობა და გვერდში დგომა. თორნიკე ზედგინიძეს მიულოცოთ გამარჯვება. ნამდვილად. მაგრამ თუ შეატყობ ვაკო, თორნიკეს ჰემატომები ეთყობა სახეზე და ცხვირიდან სისხლის მოდის, რაც იმის ნიშანია, რომ ციკლაურს ნამდვილად ძლიერი დარტყმა. რაც მოასწრო, რა დარტყმაც მოასწრო. ნამდვილად ძლიერი დარტყმით გამოირჩევა. კარგი ბიჭია ნამდვილად ყოჩა. ეს რას ნიშნავს? ასრულებს კარიერას? არ ვიცი. საინტერესოა. ეს რას ნიშნავს, არ ვიცი. თუ რეიჯზე ტოვებ ხელთათმანებს, მაგრამ ეს მის დებიუტი იყო უბრალოდ. ის ვიცით რომ ბევრ ბრძოლაში იღებდა მონაწილეობას. კი, რა თქმა უნდა, მაგრამ ეს მისი MMA-ის პირველი ორთაბრძოლაა. მოგებული. და თან მე მიხეილ მესხის საბრძოლო კლუბი მე-13 ლეგიონი თქო, ესე გამოვაცხადდა. ორი რაღაცა შემეშალა კაცზე. გამოხდა. ასპინძის ლეგიონი მეგობრებო, ასპინძის ლეგიონი. აი ჩემი მოსწავლეები არიან იქო და გილოცავთ მოსწავლეებო. შეგირდებო თქვენი წვრთნელის მასწავლებლის გამარჯვებას. და გამარჯვებული წითელ კუთხეში მებრძოლი თორნიკე ზედგინიძე. არ ვიცი ეს რას ნიშნავს. თორნიკეს კარიერის დასრულება. საიეფელის თასის სასტუმრო გრანდ პალასის დამფუძნებელი ჭიჭიკო გელაშვილი და თორნიკე ციკლაური ძალიან განიცდის ამ მარცხს და მოდი ყველამ ერთად უთხრათ ამ მაგარ მებრძოლს, რომ სპორტში ეს ისეთი ნაცნობი ფრაზაა, რომ მოგება და წაგება ძმები არიანო და წაგებამ შეიძლება გაგვაუმჯობესოს ცხოვრებაში, ასე რომ წარმატებები თორნიკე ეს არაფერს არ ნიშნავს სამომავლო ამბავში, თორე გამარჯვება როგორ არ რაღაცის თქმა უნდა. ძალიან ბევრსაც ნიშნავს. თქოს თქმა უნდა მე მგონი წაგებულსაც საინტერესოა. გამარჯვებული მოგმართავთ სიტყვით. მოგესალმებით ყველას აქ შეკრებულ საზოგადოებას. პირველ რიგში მადლობას მოგახსენებთ აქ მობრძანებისთვის და მადლობა უფალს დღევანდელი დღისთვის. ასევე მინდა მადლობა გადაუხადოთ ჩემს წვრთნელს, მიშამეს, ადამიანმა, რომელმაც აქტიურ სპორტში დამაბრუნა და მომცა საშუალება, რომ დღეს აქ ყოფილიყავ. ცენს გულში ხარ. და კიდევ მადლობა მინდა გადაუხადოთ ჩემს ოჯახს, ჩემს საყვარელ ადამიანებს, ვინც გვერდში მიდგა შემის ჯერა და ყოველთვის მეუბნებიან იმას, რომ შენ მიდი და ყველაფერს გააკეთებ. მადლობა თქვენ და კიდევ ბევრ გამარჯვებას გპირდებით. მიულოცოთ თორნიკეს, ეს ძალიან მნიშვნელოვანი გამარჯვება.